აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს სომხური სამოციქულო ეკლესიაც. დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებში საზეიმო წირვა შესრულდა. მორწმუნეები ტაძრებში ჯერ კიდევ ღამით შეიკრიბნენ და სადღესასწაულო წირვა ლოცვას დაესწრნენ. მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პოლიტიკოსებმაც მიულოცეს. სომხური სამოციქულო ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში დილიდან საზეიმო წირვა ლოცვა აღევლინება. მინდა მიულოცო მთლიანად ყველას. ვუსურვებ ქრისტეს სიყვარული, რომ ჩვენი სულებში და გულებში ქრისტე ყოველთვის აღდგომის დღესასწაული მივიღოთ. ეს არის ყოველი ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეიძლება ჩვენც დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი. თბილისში სურბ გეორგის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. მთავრობის მეთაურმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს აღდგომა მიულოცა. ჩვენი მეგობრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან გასაფრთხილებელი და საქართველოს ამაყობს სომეხი ეროვნების შვილებით და ჩვენ გვიხარია რომ ერთად ვაშენებთ ქვეყანას, რომელსაც ყოველთვის აქვს საამაყო იმითი რომ არის არაერთი კულტურის განაცხოვრების ძალიან დადებითი მაგალითი მთელი მსოფლიოსათვის. და ყველას მიულოცოდა ზოგადად ასლა მშვიდობის საწინდარი ყოფილიყოს ნებისმიერი ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანაცხოვრებისთვის, სწორედ რომ ერთმანეთის სიხარული გავიზიაროთ ხოლმე. მინდა მიულოცო ქართულ სამხედრო მოსამსახურეებს, ყველას უკრებლივ, ვისთვისაც დღეს თენდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული არის. მინდა მათ უსურვო დღეგრძელობა და უსურვო რომ მშვიდობიან ქვეყანაში ეცხოვროთ.